Francia! Ioannis Oftavatlis! Ioannis Oftavatlis kilograms! Iosumele Asok Prostatis Archimetri! Holmes rekordի გამასწრინზე ერთი დოზე! Аплодисментები! Gio Francia! Ioannis Oftavatlige! Sempre Sahela! Grisli! Julian Grisli! Alvin Stavashvili! Alexander Stavashvili! Ioannis Asok kilograms! Alexander Asok 15 სანტიმეტრი. Holmes rekordი გამასწრინზე ასევე ერთი დოზე ანდრი გრიზლი ვესტალაშვილი. ძალიან მაგარი ბრძოლა არის, ძალიან ბევრი თვალით რომელიც მას უყურებს და ძალიან გამორჩეული ასეთი წონის სხვა 42 კილო არის სხვაობა. სწორად დავიცვალოთ 40 კილო არა 42 კილო არის სხვაობა. არ ვიცი, ნახევარი ადამიანი. მოდი სიმართლე ვთქვათ რა, გრიზლი არის აი უდიდესი ფავორიტი, აი ძალიან გამიკვირდება. რა თქმა უნდა, ბრძოლა იმით ხდება, რომ თანაბარი იყოს, მაგრამ აი ესეთი სხვაობა ტანში დარტყმა, რომელიც არც აინტერესებს გრიზლის. არც აინტერესებს. საინტერესო თავდაცვის საიპოვა არის და ძალიან უცნაური არის, არც არის საჭირო მე მგონი ესე თავდაცვა. მისი გრიზლის ერთი დარტყმაც ძალიან ძიმია. მისი პატარა ხელის მოქნევაც კი ეს სასწაულად. აი დაკეტაზიანება პირიქით. ფაცია სულ დაიუწყა ის ფაქტი რომ გრიზლი მასზე 42 კილო ძიმია და მიდის წინ. დუტევს. სხვადასხვა ტანში მუშაობა არის ძალიან ჭკვიანური და გრიზლი რო არიცავს მისი მინუსი არის დაიღლება ბევრად ადრე. ეს დისტანციის გამზომველი ჯობი იყო ფაციას მიერ. ეს ძალიან უცნაური, ძალიან ორიგინალური დაცვის დგომის საშუალება არის, რომელიც მე მგონი არ არის საჭირო და ეს იყენებს ფაცია მომენტს. ფაცია ცდილობს აი იმ აწეული ხელის საპირისპიროდ მის მიმართულებით იაროს და დარტყმები ისე გაატაროს, რომ გრიზლიმ ვერ დააწიოს ძლიერე ხელი. ნახოთ ეს დაცვის გზაში დარჩება ესე თუ შეცვლის. ბრძოლა რაც უფრო გაგრძელდება, ბრძოლა გადაიხრება გიორგი ფაციას კენ, ანუ მისი მიმართულებით წავა, რა თქმა უნდა, ჩემი ვარაუდი ის არის, რომ ბესტავაშვილი უფრო მალე დაიღლება, ვიდრე მასზე 40 კილოთი პატარა ადამიანი. ფაცია კარგად ახერხებს ტექნიკურად იმას, რომ როგორც კი გრიზლი წინ მიდის, ფაცია ეგრევე კუთხეს ჭრის, რაც ართულებს გრიზლისთვის დარტყმის გატარებას. ამ ხელაზე ყვირის ხარ. რაოდენობაზე მუშაობს ფაცია, რაც ძალიან სწორი არის, რა თქმა უნდა. ჩემს გრიზლი ძალიან სულს აკეთებს ხელი ეგრე რო აქვს რა, ანუ არ იყენებს ჯებს. და ტანტანს ღიას ხდის რა მომენტშიც ძალიან უცნაურ რაღაცას აკეთებს, რომელსაც არაფერი არ მოაქვს. 10 წამია დარჩენს, თუმცა მებრძოლებს აერიათ გონგის ხმაში გამაფრთხილებელი ზარი. პირველი რაუნდი დასრულდა და სიმართლე გითხრა არ ველოდი ნამდვილად ასეთ რაუნდს. კი, რა თქმა უნდა მოხდა რაღაც დატყვე ფაციას, მაგრამ შემდეგ მარტო ისატარებდა დარტყმებს. ამიტომ ფაციას თვლი ამ რაუნდში გამარჯვებულა ჩემი აზრი არის. სამართლიანად უნდა შევაფასოთ, რომ ეს არის სტილის დაპირისპირება ძალასთან. ტექნიკა ფაციას მხარეს, ხოლო ძალა არის ანრი გრიზლის. მაგრამ ასევე ძალიან უცნაური ფაქტორი არის ამ ბრძოლაში, ეს უცნაური დგომი. კი. დაცვის დაყვაწეული, რომელიც რაღაც მომენტში შეიძლება გამოიყენო, აი პორი აკეთებს, ხანდახან ისაც ძალაუნებურად ეს არ არის რამე მის სტრატეგია. ხელი ეწევა რომ თავი გაიცვას, არ ითვლება ზოგადად სწორ დაცვად. და გრიზლი ამას აკეთებს მიზანმიმართულად, როგორც სტრატეგია. არ ვთვლი რომ გრძელმა კაცმა უნდა დაკარგოს მისი ჯები წინა ხელი. პირიქით გამოიყენოს მისი წინა ხელი. ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ ანრი თითქოს პირველ რაუნდში ბოლომდე არ დახარჯულა და რაღაცა დოზით ენერგიის დაღლა ეთყობა, რაცა უნდა თქვათ, დაღლა ეთყობა ჩემი აზრით. ხო და ან ენერგიის თითქოს პრეზუმპციას ახდენდა და ნახოთ მეორე რაუნდში ეს იქნება თუ არა, იმიტომ ლოგიკური იქნება, რომ შენზე ბევრად ჩატი ადამიანთან ენერგია შეინახო. ძალიან არ მომწონს, რომ გრიზლი ამას აგრძელებს. ამი ჯობია მისი წინა ბრძოლა როგორც იბრძოლა, ისე იბრძოლოს ეხლაც. ცენტრი უკავია ფაციას, რაც აძლევს შესაძლებლობას, რომ შეტევის წამოწყების შემთხვევაში უკან სწრაფადვე გადაადგილდეს. და ასევე კიდე რაღაცას ვთქვი, გრიზლი დგას მეორე ნომრად უკან დგას, როდესაც არის ბევრად დიდი ადამიანი. ჩვეულებრივად შეუძლია წინ იაროს და დაპრესოს მისი მოწინააღმდეგე.
არ ჭირდება ლოდინი რომ დააცადოს მოწინააღმდეგეს. აი თითქოს გრიზლი რაღაც ერთ დარტყმას ელოდება, რაც იდეაში არ არის არალოგიკური, თუმცა მაინც რაღაცა დოზით უფრო მეტი აქტიურობას ველოდები მისგან. აი მისი ჯებიც კი დამაზიანებელია ფაციას თუ და არ იყენებს ამ ჯებს. ფაცია, აი ეს ფაციას ეს დარტყმა დაუვიდა, თუმცა ვეღარ შეძლო დამატება. ერთი დარტყმა არის და არაფერი ისეთი არ ხო, დამატებას კომბინაციურად გრიზლი ვერ ახერხებს რომ შეუტიოს ფაციას. ტანს ფაქტიურად ჩუქნის გრიზლი ფაციას. და ფაცია უარსაც არ ეუნება რა თქმა უნდა. ზიანიც ეთყობა. როგორ არ ეთყობა, აწითლებული აქვს სულ. აი ეს ოვერჰენდი გავიდა. აი ეს დაცვის სისტემა ნამდვილად მარცხენა თვალს უბრმავებს გრიზლის და სწორედ ამის გამო გავიდა ეს ოვერჰენდი. თითქოს ოვერჰენდის საწინააღმდეგოდ უნდა იყოს, მაგრამ მაინც გავიდა ეგ ოვერჰენდი. აი ვერ ხედავს ამ დარტყმას როცა მოდის გრიზლი და ამიტომაც მოხდა ესეთი გრძელი დარტყმის, დიდი დარტყმის გატარება. უნდა შევაქოთ ფაცია, რომელიც ახერხებს და სტილისტიკურად სწორად აკეთებს რა. კი, აი აქ ორი დარტყმა ძალიან კარგი გაუტარა პირდაპირ, აი სულთან კომბინაციური კრივის ხარჯი ახერხებს. აი წინაზე 10 წამით ადრე დაასრულეს, თუმცა ამ რაუნდში დაამატეს ის 10 წამი. დაგუბრუნეს. ნახვა ჩემი აზრით გრიზლის მოგება თუ უნდა, იმიტომ რომ ისევ ჩემი აზრით ნამდვილად აგებს. გრიზლიმ რაღაცა უნდა შეცვალოს, მოიშოროს ეს რაღაც ახალი სტილი და იბრძოლოს როგორც წინაზე იბრძოლა ჩვეულებრივად კლასიკურ სტილში. მეტი ჯები, იმიტომ რომ მისი ჯები უფრო დამაზიანებელია, არ არის, ანუ ისევ ჯები არის როგორც ყოველი ჯები და ასევე უფრო ძიმი არის, უფრო დამაზიანებელი არის. კი, გეთახმები მაგ ყველაფერში და ვფიქრობ, რომ ეს ორი რაუნდი ჩემი აზრით ფაციამ წაიღო ჩვეულებრივად დისტანციით და მუშაობით, ტანშტარტმის გატარების და ამშვენიერი ორინდი. დაიწყება სავარაუდოდ ბოლო რაუნდი. და აქ ნახოთ გრიზლი ისევ გააგრძელებს იგივე სტილით ბრძოლას თუ გააქტიურდება უფრო მეტად. არ გამიკვირდება ეს რაუნდიც რომ ფაცია მოიგოს. აი კომბინაციურ დარტყმებს ატარებს. გაზდის, აი ძალიან ჩვეულებრივად გაზდის ეს დარტყმები. რა თქმა უნდა, ფაცია არ უთამამდება მის დარტყმებს და არ შედის ისეთ დისტანციას, საიდანაც გამოსვლას ვერ შეძლებს. აი ისევ ეს დარტყმა. ფაციასაც ძლიერი დარტყმა აქვს, რა თქმა უნდა. გრიზლის ხელა რო არ არის, არ ნიშნავს რომ. ხო, რა თქმა უნდა. სუსტი დარტყმა აქვს. მით უმეტეს ფაცია უფრო ტექნიკურად გამართულად ურტყავს, რაც მეტ ძალის ჩადების შესაძლებლობას აწვევს. აი ეს ხელი არანაირად არ იცავს ხა გრიზლის ყველა დარტყმა ჩვეულებრივად გაზდის. მარჯვენა პირდაპირიც გაზდის, ოვერჰენდის გაზდის, უკიც გაზდის. იმიტომ ვაკეთებ რომ ორჯერ ჩვეულებრივი ბრძოლა მინდა ვნახოთ არა. კი, ანუ ორ დარტყმაში ახერხებს ფაცია რომ მეორე ან მესამე დარტყმა გაატაროს. ეს დაცვის გზა ნამდვილად არ არის ეფექტური. თუმცა ახლა გრიზლი გააქტიურდა და ცდილობს შეუტიოს. თუმცა მესამე რაუნდის ამ მონაკვეთში ეყოფა თუ არა ენერგია ფაციას დასაფინიშნებლად, ეს მხოლოდ დროის საკითხი არის რომ გავიგოთ. არა, ავანგარდული დაცვის სტილის ნახვა ნახოთ აღარ მინდა. აი ნახე ფაცია უკვე მოძრაობითაც დიდ უპირატესობას იძლევს, ენერგიაც მეტი აქვს და ამ პირდაპირ დარტყმებს ატარებს უკვე ზედიზედ მერამდენზე. ოცდახუთი წამი დარჩა ამ ბრძოლის დასრულებამდე. მე მგონი გრიზლიც დაღლილია, ფაციაც დაღლილია, რა თქმა უნდა. ორივე სასტიკა დაღლილია, 15 წამი არის. 2-3 პირდაპირი შეეკრა ფაცია აქედან. ეცდება რომ აღარც გამოვიდეს. 3 და დასრულდა ეს ბრძოლა საკმაოდ დამაინტრიგებდა. ძალიან მსხვილი ბრძოლა. და ასევე ძალიან საინტერესო ბრძოლა, ესე დასრულდა გადაწყვეტილებით. სიმართლეს გეტყვი რომ ერთ-ერთ სცენარში ვერ წარმოვიდგინე რომ ეს ბრძოლა გადაწყვეტილებით დასრულდა. ხო, გასაგებია. ყველაფერი
ბრძოლაში ყველა ვარიანტი უნდა გაითვალისწინოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლებს შორის ძალაში ძალიან დიდი სხვაობა იყო, იმ რაოდენობამ აშკარად შექმნა ძალიან დიდი სხვაობა, ეს ზიანზეც აისახება. გრიზლი ბევრად ძლიერია, თუმცა მას ზიანი უფრო მეტი აქვს, რადგან რაოდენობა ბევრად მეტი გაატარა. ხაციას დარტყმაც არ არის კონფეტი რომ მიიღო. დიდი რო ხარ დარტყმის მიღებაში არანაირად ეხმარება. მაშასე ამ ბრძოლაში ამ ტიტანების დაჯახებაში არის გამარჯვებული საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილები 30-27. ეს ბრძოლა გაიმარჯვა გიო ფაცია. მიულოცოთ გიორგი ფაციას ეს გამარჯვება. ლოგიკური გადაწყვეტილება.